დაიწყე დილა პოზიტივით. პიკის საათი რადიო 1-ზე. FM 102.4. მაშასაც ხრის 10-ის ნახევარი უпроსტორად გახდა თუ არა, დაგიბრუნდათ პიკის საათი პირდაპირ ეთერში სოფო გოდუაძესთან და ზაზა ხუციშვილთან ერთად და ჩვენ არ ვართ მარტონი, ჩვენთან ერთად არიან ძალიან საინტერესო ადამიანები, საინტერესო ქმნილებები და მათ შორის ერთი მიფყრია მე ხელთ, აი რადიო 1.ჭ-ზე ვინც გვადევნებს თვალს, ჩემნაირი გრძელთმიანი არსება ვიპოვე, ოღონდ თოჯინის სახით, ჩემი კონკურენტი არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ ძალიან ლამაზი და საყვარელი კი რომ არის, ეს ფაქტია. რაში ახლა საქმე? ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბავშვისა და თეატრის შესახებ და იმ აქტივობების შესახებ, რომლებშიც ბავშვები არიან ჩაბმულნი თავიანთი დამრიგებლების, მშობლების და იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებსაც ძალიან უყვართ თეატრი. ჩვენთან გადაცემაში სტუმრად გახლავთ საქართველოს უნივერსიტეტის სკოლის, UG სკოლის წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებიც დაეხმანენ ბავშვებს იმაში, რომ მათ დაედგათ სპექტაკლი იგავარაკების მეშვეობით. მე წარმოგიდგენთ ამ ადამიანებს, ისინი გახლავთ ჯემა მურღულია, რომელიც გახლავთ დამრიგებელი, იმ ერთ-ერთი კლასის, ხო, ასე უნდა ვთქვათ, რომელთა ბავშვებმაც გამართეს სპექტაკლი, გოგა მაისურაძე, რეჟისორი და მარინე ყიფიანი არის კონცერტმაისტერი, მუსიკოსი, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ ბავშვებმა მგონი კაჭკაჭების სიმღერა უნდა შეგვისროლონ, როგორც ვიცით. მოდით, მოგვიყევით უპირველეს ყოვლისა აი ამ სპექტაკლის შესახებ, ინდია როგორ გაჩნდა, მისი დადგმის და რაც თავარია, როგორ განხორციელდა შემდეგ. მიკროფონთან თუ შეიძლება ახლოს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ რადიო მსმენელებს. იდეა უბრალოდ სკოლის მხრიდან იყო ინიციატივა, რომ ბავშვებისთვის გაკეთებულიყო რამე შემოქმედებითი საღამოზე იმის სახით და ჩვენ რაღაც ცოტა უფრო დიდ შევეჭიდეთ, ასე ვთქვათ და გადავწყვიტეთ, რომ სპექტაკლი დაგვედგა. ბავშვებთან უშუალო მუშაობა შემდეგ გადაწყდა, რაზე უნდა გვემუშავა, ამიტომ თვითონ ბავშვებმა ერიჩეს ეს იგავარაკები და იგავარაკებზე მუშაობის დროს გამოიკეთა სიმღერებით და უშუალოდ სადაც მოისნაწილეთ, რომელიც მე ესე როლების სახით გადანაწილდა თითოეულ მათგანზე და შეასრულეს და განასახიერეს ბავშვებს. თქვენთვის როგორც რეჟისორისთვის რთული იყო ბავშვებთან მუშაობა, იმიტომ რომ მათი ადგილზე გაჩერება ცოტა რთულია. საკმაოდ რთულია, ერთ-ერთი ანუ მქონია ბავშვებთან შეხება და მქონია გამოცდილება, მაგრამ ამასაკის ბავშვებთან არ მქონია და საკმაოდ რთული აღმოჩნდა, იმიტომ რომ ბავშვებისთვის და მათი გულწრფელობისთვის რომ საინტერესო იყო და წამით არ დაკარგო აქტუალობა, რა ვიცი მე სასწაულებრივი ძალისხმევა ჭირდება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ბავშვები წამიერად თუ აღარ ხარ მათთვის საინტერესო ეგრევე კარგავენ და რა ვიცი ჯერჯერობით ისე მივახციეთ და მივიღეთ შედეგი, რითაც თვითონაც კმაყოფილები დარჩენდა და მე ამ სად იდგება ეს სასკოლო სივრცეში თუ უკვე სასკოლო სივრცეში იყო გადაწყვეტილი რომ მსგავსი რაღაც გაკეთებულიყო, მაგრამ ჩვენი ინიციატივით და ჩემი ინიციატივით გადავწყვიტეთ რომ და თეატრატონელზე გადაგვეტანა და ბავშვები უშუალოდ სცენით წარმდგარიყვნენ და რაღაც ამით მიეღოთ სიამოვნება და გამოცდილება. მაყურებელიც ალბათ ბავშვები იქნებიან, ხო? ბავშვს მაყურებელი ძალიან საინტერესო იდეა, თუ კი მომავალში აი იგივე მოზარდ მაყურებელთა თეატრში და ასე შემდეგ, თუ კი ბავშვების დადგმული სპექტაკლებიც იქნება რა. კი, ძალიან მაგარი. სხვადასხვა სკოლები თუ გამოიჩენენ ინიციატივას აი ასეც მშვენიერი. საერთოდ თუ თეატრალური სივრცე და თეატრალური რა ქვია სექტორი იქნება ღია მსგავსი ექსპერიმენტებისთვის და საერთოდ ღია თუ იქნება, მე მივესალმებ პირიქით კარგად შეიძლება მეტი ექსპერიმენტი უნდა ტარდებოდეს მსგავსი კუთხით. კაი იდეა. მაშინ მოდით დამრიგებელს ვკითხოთ, ბავშვები რაღაც კონკრეტული რაოდენობა შეირჩა ამ სპექტაკლისთვის თუ მთლიანად კლასი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და რაც თავარია, რატომ გაკეთდა კონკრეტულად აქცენტი აი იმ გავარაკებზე, რომლის მიხედვითაც დაიდგა შემდეგ წარმოდგენა. ზოგადად მოგესალმებით პირველ რიგში მეც, ზოგადად ჩვენ სკოლაში თეატრალური წრე არ არსებობს, ანუ ყველა კლასი თანაბრად, ყველა მოსწავლე თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ჩართული არის ასეთ სპექტაკლებში. ამიტომ კლასები იღებენ ზოგადად მონაწილეობას მთლიანად. იგავარაკები რატომ შეირჩა? ალბათ ასაკობრივი ასაკის გათვალისწინებით მათთვის საინტერესო თემატიკა იყო, უფრო სახალისო იყო, გოგას დამსახურება რო საინტერესოდ იყო მიწოდებული, როლებიც ზუსტად ხასიათის შესაბამისად იყო განაწილებული და მთლიანობაში ძალიან კარგი სანახაობა გამოვიდა და სცენაზე პირველად წარმოაჩინეს, აი ასე ვთქვათ, თავისი განათებით, გახმოვანებით, აი ამ ყველაფრით შემკული და მათთვისაც უფრო ისეთი საინტერესო და სახალისო და ისეთი სანახაობრივი გამოვიდა ეს ყველაფერი.
მე მინდა აქვე აღნიშნო, რომ გარდა UG სკოლის წარმომადგენლებისა ჩვენთან სტუმრად არიან ასევე ვალდორფის სკოლის მოსწავლეებიც, ლიზი ხავთასი და ნინო ჭინჭარაული, რომელსაც აუცილებლად გავესაუბრები და ვისაუბრეთ იმ რა ვქე ინვენტარის შესახებ, რომელიც მათ გამოიყენეს თავიანთი სპექტაკლისთვის, თუმცა მანამდე მე მინდა მივმართო ჩვენს ერთ სტუმარს, რადგან ჩვენ ჯერჯერობით ვსაუბრობთ იგავ არაკების მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე, ერთ-ერთი წარმომადგენელი სპექტაკლში მონაწილე ქალბატონია ჩვენთან სტუმრად. მოდი გაგვეცანი შენ სახელი და გვარი გითხარი. გამარჯობა, ჩემი სახელი და გვარი არის სალომე მელაძე. სალომე, რამდენად მოგეწონა ამ სპექტაკლში მონაწილეობა და რა ფუნქცია გეკის ქონდა დაკისრებული მასში? ძალიან სასიამოვნოა, როდესაც იღებ სპექტაკლში მონაწილეობას. მე ვიყავი კაჭკაჭი, ის ძალიან ჭორიკანა იყო. და რაში გამოიხატებოდა მისი ჭორიკნება? რა ამბები გადაჰქონდა ამცნობდა სხვებს? რაც ტყეში ხდებოდა ყველაფერი. და ცხოვრებაში ხო არ იქნება ჭორიკანა? შენ მეგობარი ჭორიკანების შესახებაც უნდა გავიგოთ, ვინ არიან ისინი? მოდი მიკროფონთან ბავშვებო ვისაუბროთ, თუ შეიძლება თქვენს გაგვეცანით. მე ვარ ელენე კუბლაშვილი. ვატლის. შენს ჭორიკანა კაჭკაჭი ხარ? არა, კაჭკაჭი არა, მე ვარ თუთიყურში 1. რაღაც გავხარ კაჭკაჭი ესე იგი. შელაპარაკი გამოდის, რომ შენ შეგძლებია კაჭკაჭივით. მეორე მეგობარი ვინ არის? მე ვარ ქეთევან ქველაძე. მე ვთამაშობდი თუთიყურში 2 როლს. აჰა, 2 თუთიყურში და ეს კაჭკაჭი და თუთიყუშები მეგობრობდით ერთმანეთთან თუ რაღაცაში იყო საქმე იქ? მეგობრობდით. ძალიან კარგი. და რა ამბავი იყო ძირითადად, რაც აი ტყეში, აი სალომე აღნიშნა, რომ ტყეში მომხდარ ამბებსო, გადავცემდითო და ვავრცელებდითო და რა ამბები იყო ასეთი? შეგვიძლია ჩვენც რომ გავიგოთ. ჩვენი მეგობრები მიდიოდნენ სხვა ტყეში და შემდეგ კი ბრუნდებოდნენ. კარგი ბატონო. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა სიმღერა თუ ბოლოსკენ მოვიტოვოთ. კაჭკაჭების სიმღერა, კარგი, ბოლოსკენ მოვიტოვოთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ უკვე ლიზი ხავთას და ნინო ჭინჭარაულს, რომლებმაც ასევე შესთავაზეს მაყურებელს ძალიან საინტერესო წარმოდგენა და რაც მთავარია ხიბლი ამ წარმოდგენის იყო ის, რომ მათ საკუთარი ხელებით შექმნეს თოჯინები. მოგვიყევით, მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს და როგორ დაიბადა იდეა ამ სპექტაკლის შექმნის. გამარჯობა. ესე იგი, ჩვენ სკოლაში ყველა კლასი აკეთებს დგას თოჯინების თეატრს. ჩვენ ყოველ წელს ვაკეთებთ ხოლმე ხელის თოჯინების სპექტაკლს, ჩვენი გაკეთებული ეს ხელნაკეთიანზე. წელს გავაკეთეთ მარიონეტების სპექტაკლი, ჩვენი ხელით გავაკეთეთ ესენიც, ჯერხით, მოკლედ, თიხით და ყველაფრით ერთად. და დავდგით, რა დავდგით? შაშნის კარტა ხელმწიფე. კარგი. ჩვენ გვინდა რომ აი ეს თოჯინები, რომლებიც ახლა თქვენ გიპყრიათ ხოლთ, ამოწიოთ ზევით, რომ დავინახოთ როგორი არსებები არიან, როგორი ლამაზები ყოფილან და ანუ ყველაფერი მთლიანად დამზადებულია თქვენს მიერ ხელნაკეთია მთლიანად ეს თოჯინები. და თვითონ სპექტაკლის შინაარსზე რომ მოგვიყვეთ, რას ეხებოდა იგი? იყო პრინცესა, რომელიც იწონებდა ყველა პრინცს და მეფემ მიათხოვა ერთ მათხოვარს. მე ისწავლა ჭკუა პრინცესამ და გაყვა მე მეფეს ცოლ. ანუ ეს ნაწარმოებიც ასე ვთქვათ, შინაარსი თქვენი მოფიქრებულია თუ ეს რომელი? ინგლისურიდან არის გადმოთარგმნილი. აჰა, აღებულია ზღაპარი. და ეს თოჯინები შეიქმნა სპეციალურად ამ წარმოდგენისთვის, როგორც მივხვდი, ხო? ქონდა თუ არა ვთქვათ მუსიკალური გაფორმება კიდე, ვინ დაგეხმარათ ამ ყველაფერში? პრინცესა რომელია? ეს დედოფალია, აქ პრინცესა. ჩვენი ვალდორფის სკოლა არის ისეთი სკოლა, რომელიც არის ძალიან მუსიკალური და ყველა ბავშვი თითქმის უკრავს ვიოლინოზე ან რამე ინსტრუმენტზე. და ძირითადად ბავშვები იყვნენ ვიოლინოზე და ფლეიტაზე. გასაგები. ეხლა რა მაინტერესებს? აი ამ სათამაშოებს, უკაცრავად თოჯინებს თავისთავად თქვენ ამოძრავთ, მაგრამ თქვენ ვეახმოვანებდით? არა, ერთი ბავშვი, ანუ ორი ბიჭი და გოგო კითხულობდნენ. თქვენ უბრალოდ გევალებოდათ მათი ამოძრავება. კი ბატონო, მე მინდა მომიყვეთ ზოგადად თეატრისადმი თქვენი დამოკიდებულების შესახებ, იმიტომ რომ ის რომ
ხშირად გვესმის ალბათ თქვენს და ჩვენს უფროსი თაობის გარომ ძალიან მნიშვნელოვანია თეატრში როლი, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე შემოქმედი ადამიანები აღმოჩნდით თქვენ. მაგრამ ზოგადად თეატრში რამდენად აქტიურად დადიხართ თქვენი საყვარელი თეატრი რომელია და აი განსაკუთრებულად წარმოდგენა რომელიც დაგამახსოვრდა და ალბათ შეიძლება იყო თუ არა ეს შემდეგ შთაგონების წყაროს რომ მე თქვენ აი ესეთი საოცარი ქმნილებები დაგემზადებინათ. სკოლიდან დადიხართ სპექტაკლებზე ალბათ. იშვიათად დავდივართ, უფრო სხვადასხვა კლასელები რო დგავენ იმათ სპექტაკლზე მევდივართ. ხო, კლასელები ვუდგავთ ხოლმე ერთმანეთს, უფროსები დაბალ კლასელებს და კარგი, ჩვენ ახლა რადგანაც ძალიან სწრაფად გადის ჩვენი საეთერო დრო, გვინდა რომ კაჭკაჭები და ფრინველები ზოგადად თუთიყუშები არ ვიცი ვამღეროთ ჩვენს ეთერში, ჩვენ მზად ვართ იმისთვის რომ მოგისმინოთ. გთხოვთ გადაინაცვლოთ მიკროფონთან, ვთხოვთ ასევე ქალბატონ მარინე ყიფიანსაც, კონცერტმაისტერს. ალო, ალო, ალო. ვინა ხარ? მაგავარ. მეგონა თიკა ხარ? სადა ხარ? აქა ვარ. მე კიდევ ლიკა ვარ. რას ამბობ ლიკა? რა მოგდის თიკა ვარ. შენ ისე ვიქა ხარ? ალო, მე ქეთი ვარ. შესულე გეთი ხარ. ხო მიცით ბედი მაქვს. მე კიდევ ლიზა ვარ. ბორჯომში ვინ წავა? გაიგეთ ნინიკო წუხელი სად იყო? აუ, სად იყო, სად იყო, სად იყო, სად იყო? ქეთია ბახულა. ჩოხა და ჩახურა. ჩააცვა დახურა. დახურა, 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 დახურა ვარიანტი არ არსებობს. კაირა, კაირა. თაკოსთან მივედი ბიჭების პრივედი. მივიდა ზაქარა, იმასთან მიქარა. მე მაგის ჩიტივა, ლიკასთან მივდივარ. ამდენი ბიჭები ჭკუაზე ვგიჟდები. გაიგეთ ხათუნა შტატებში წასულა. დღეს უნდა მივიდე, მეც რაზუ ვიყიდე. კაროჩე ასეა რა კაი მასტია. ასია შიბიტი, შიბიტი, შიბიტი ვარიანტი არ არსებობს. Gachi 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 var gachi var mash 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 valta mash vali var gachi 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 var gachi var mash 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 valta mash vali var გქონიათ მართლაც რომ გაამართლეს ნამდვილად თავიანთი მოვალეობები და მე როგორც ვიცი მართალია თქვენ აღნიშნეთ რომ არ ახმოვანებდით ამ თოჯინებს მაგრამ რაღაც პატარა დიალოგი არის მომზადებული რომელიც შეგვიძლია რომ ჩვენს მოვისმინოთ ამოვიყვანოთ მოდი თოჯინები მაგიდაზე ლიზი ხარდასი და ნინო ჭინჭარაული გვეხმარებიან ახლა იმაში რომ მცირე წარმოდგენა ჩვენს გავმართოთ ჩვენს ეთერში და რადიო 1.0-ზე გეტყვით რომ ამ ყველაფრისთვის თვალყურის მიდევნების საშუალება გაქვთ მეგობრებო. აი ჩვენ მოვემზადოთ. დედოფალო, ვიცი რომ დღეს დილით ადრე ადგომა არ გინდოდათ, მაგრამ მალე პიკის საათი დაიწყება და ლამაზად უნდა გამოიყურებოდეთ. მართალი ხარ ანაბელა, მართლაც რომ გამიჭირდა დილით ადრე ადგომა. სადმეცალა ამასთვის, მაგრამ გონი მომწონს აქაურობა. დედოფალო, მეჯლისზე გვეჩქარება, გავიქეცით, გავიქეცით. მეჯლისზე ძირფასი თოჯინები, დიდი მადლობა და ნამდვილად ძალიან საინტერესო და ლამაზი სამყაროა ეს თეატრი, სადაც ბავშვებს ესეთ დიდი დოზით შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და მე მინდა ვკითხო იუჯი სკოლის წარმომადგენელს, დამრიგებელს და რეჟისორსაც გოგა მაისურაძესაც სამომავლოდ კიდევ თუ იგეგმება მსგავსი სპექტაკლების განხორციელება ბავშვებთან ერთად. ესე კონკრეტულად ზუსტად ვსაუბრობთ კი, მაგრამ ერთ დაავსდნენ რომ ბავშვების ეს სისუფთავე და ბავშვების ეს ღია დამოკიდებულება თეატრისთვის ზოგადად შემოგვეთების ხარისთვის მე მგონი ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარი რამ არის და ალბათ საუბრობთ დაიგეგმება და გავაგზავნოთ იგივე რიტმში და იგივე სტილში. ძალიან კარგი. მე მინდა წარმატებები გისურვოთ, მადლობა გითხრათ ჩვენთან მობრძანებისთვის და იმედი მაქვს რომ ხშირად შევხვდებით და მადლობა მინდა გითხრათ უპირველეს ყოვლისა იმისთვის რომ ბავშვებს ნამდვილად აზიარებთ ხელოვნებას, თანაც ისეთ სინთეზურ დარგს როგორიც თეატრია, კინო, უკაცრავად მუსიკა, ლიტერატურა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ასე ერწყმის ერთმანეთს და მე როგორც ვიცი ერთი კითხვა მინდა რომ დავამატოთ, ბავშვები შეირჩა თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე როლებისთვის
ბავშვებისთვისაც, ხო? ასე შემთხვევით არ მომხდარა, რომ აი თქვათ იგივე სალომეც ამ როლზე ყოფილიყო დამტკიცებული. იყო ის, რა ქვია, შემთხვევა, რომ თქვათ სხვადასხვა კლასიდან დაგვეკომპლექტებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში რახან კლასები უშუალოდ შეკრული იყო, კლასების მიხედვით მოგვიწია მუშაობა და უშუალოდ კლასში გადანაწილდა მე ეს პერსონაჟები. ანუ კლასიდან ამოერჩა სალომეც, ელენეც, კეთიც და მაგის მიხედვით გადაწყდა, რომ თვითონ მიაკნეს პერსონაჟებს და თვითონ მოიწიეს ეს, ანუ ხასიათები თვითონ წარმოაჩინეს და კომფორტულად რაშიც იგრძნეს თავი, რაღაც საკუთარ რაღაც რეჟისორულ ამბიციებს ემორგება არ დამეწია თვითონ დაიწყეს ბავშვებმა რა უნდა ეთამაშა და რაშიც სიამოვნებდნენ თამაში. ძალიან კარგი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო იყო ის საქმე, რომელიც მათ დაეკისრათ. და ლიზისაც და ნინოსაც მინდა ვკითხოს ამომავლოდ თუ გეგმავთ კიდე რაიმე ესეთი პროექტის განხორციელება, სადაც აი ზუსტად აი თქვენს მიერ შექმნილი თოჯინები მიიღებენ მონაწილეობას. დიახ, ყოველ წელს ვდგავთ ჩვენ ასეთებს, მომავალ წელსაც დავდგავთ, მაგრამ მომავალ წელს ალბათ უფრო რთული იქნება. ანუ არ დავდგავთ მარიონეტებით, შეიძლება, ანუ ჩვენ თვითონაც დავდგავთ. ერთი სპექტაკლი ქონდა ღამის დარაჯი, რომელიც ჩვენ თვითონ ვითამაშეთ. და ასევე ქონდა ჯადოსნური ფლეიტა, მოცარტის ნაწარმოები. ჩვენ თვითონ დავდგავთ თოჯინებით არა. ან თქვენს მიერ შექმნილია ეს თოჯინები, მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ლოკალურ სიცეში თქვენ სკოლაში შეიძლება ამის ნახვა, რომ თქვენც აპირებთ რომ გაცდეთ სკოლის ფარგლებს და ვთქვათ უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე. ეს არ გადაიღეთ თქვენი პატარა სპექტაკლი. აი უნდა გადაიღოთ და ატვირთოთ YouTube-ზე და გექნებათ ნახვები მე მთელი თბილისის სკოლის მოსწავლეების. სოციალურ ქსელშიც მათ შორის შეუძლიათ ძალიან თავისუფლად ავტომატის პოპულარიზაციაზეც უნდა იფიქროთ, აბა. რატომაც არა, მით უფრო რომ აი ესეთი სილამაზეები, რომლებიც ამშვენებენ ახლა ჩვენ სტუდიას, ღირსნი არიან იმის, რომ მათ იცნობდეს ფართო აუდიტორია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან მობრძანებისთვის, ასევე წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და ის რომ ხშირად მოხვალთ ჩვენთან ეთერში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თქვენ ისეთი საინტერესო ადამიანები ხართ ყველანი, რომ არ შეიძლება რომ თქვენ ხშირად არ იყოთ ჩვენთან ერთად. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და მცირე პაუზის შემდეგ ჩვენ მე და ზაზას დავბრუნდებით ეთერში იმისთვის, რომ უკვე მარიამს შევეხმიანოთ, რომელიც წესით უკვე ანძაზე უნდა იყოს გამაგრებული და გავიგოთ ახალი ამბები უკვე მისგან. დილის პიკის საათი FM 102.4